ეს მიდგომა, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ ოღონდ ვინმე გაუღიმოს გარედან, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს და მზად არიან რომ საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვა, აი ეს არის სწორედ რაც არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირია. ჩვენი დამოკიდებულება ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არის არა დაქვემდებარება და ერთი მეორეს კი არ ემსახურება, მეორის პოლიტიკურ თუ სხვა სახის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ ორივე ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს. ჩვენ ვნახეთ, რომ სულ რამდენიმე წელში საქართველოს ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიური არის, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივახდინეთ სულ რამდენიმე წელში. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეს არის უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან, ასე რომ ამ ყველაფერს თავისი შედეგი მოაქვს, როგორც ეკონომიკური სახით, ისე რა თქმა უნდა ქვეყნის ზოგადად განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, როდესაც ქვეყანას აქვს ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ჩინეთთან. ასე რა თქმა უნდა ხელშესახებია ის შედეგები, რომელიც ამ პარტნიორობას მოაქვს. არ ვიცი ხა ცისფერი მთები თუ აღარ გაუკვევიათ აქ არიან თუ იქ არიან, ჩამოყალიბდებიან. ჩვენ როგორც ცისფერ მთებს აესე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ უკვე რამდენი ხანია, რაც საერთო ჯამში ჩვენ გვახარებს იმ მხრივ, რომ ხედავთ, რომ ის გარე ძალები, რომელიც აი ამ ხალხს ყველას აორგანიზებს, იმდენად გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან, იმიტომ რასაც ჩვენ უყურებთ ახლა ამ ცირკს. ეს ცირკი ხო იმაზეც მეტყველებს, მათ უკან ვინც დგანან იმ ძალებზეც მეტყველებს. ბრიუსელშიო დადის და ამ ხალხს აცხადებენ ქართულ ხალხად და მათ ინტერესების წარმომადგენლებად სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში დადიან. ამ ხალხს ცირკის მსახიობებს რო აცხადებენ და ქვეყნის წარმომადგენლებად, აი პოლიტიკური ცირკის. ამას ეს ხო იმაზეც მეტყველებს, თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში, რომ ამაზე დებს ფსონს. ჯო ვილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს, რომ რუსეთის და ირანის გავლენები შეისწავლოს ნებისმიერ წერტილში ამ პლანეტის. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაცია. ამიტომ ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაძლებლად. ქართულ ხალხს უთხრან სინამდვილეში, რასაც ითხოვენ. თქვენ საჯაროდ, რასაც ითხოვენ. ითხოვენ, რომ სანქციები დაუწესოთ რუსებს, ითხოვენ, რომ ევროკავშირს კვლავაც ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში. და ამის სანაცვლოდ გვთავაზობენ მარწყვის. კიდევ ერთხელ, როგორც რეგიონში უკვე დამკვიდრდა გამოთქმა, სუვერენიტეტი მარწყვზე არის. შეადარებთ წინა ხელისუფლებას, ნახავთ, რომ დრამატულად შემცირებულია რაოდენობა საჩივრებისა, რომელიც იგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რაზე მეტყველებს ეს? წინა ხელისუფლება ვისი საყვარელი ხელისუფლება იყო? ბრიუსელის საყვარელი ხელისუფლება. იმ დროს იყო ყველაზე მეტი საჩივარი და ყველაზე მეტი მარცხი საქართველოს ამ საჩივრების დროს. ნებისმიერი კონსპირაცია თითქოს ბიძინა ივანიშვილი არ უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ჩუმად მონაწილეობს, ყველაფერი საჯაროა. საარჩევნო კამპანიის მონაწილე იყო და ლიდერი იყო საარჩევნო კამპანიის. როდესაც ჩვენ 2020 წელს საარჩევნო კამპანია გვქონდა საპარლამენტო არჩევნების. რატო იყო იქ ჩართული მაშინ? რატო გამოდიოდა სიტყვით? რატო იყო ამის მონაწილე? რომ მათ შორის ის მანდატი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსაც და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილს.